ეხლა შევეცადოთ ძალიან მოკლედ შევაჯამოთ უკვე თქმული. როგორც გითხარით, უკვე კვლევის პროცესის ესე ვთქვათ, საბოლოო ფაზა გახლავთ დასაბუთება. ამისათვის ფსიქოლოგები გითხარით უკვე მეცნიერულ მეთოდს იყენებენ. დამკვირვებლის ტენდენციურობა დაძლეულია მაშინ, როცა მონაცემთა შეგროვების პროცედურების სტანდარტიზაცია და ცნებების ოპერაციული განსაზღვრა, დაზუსტება ხდება. ექსპერიმენტული მეთოდი კვლევარებს მიზეშედეგობრივი, ესე ვთქვათ, კავშირის კვლევის საშუალებას აძლევს. აგრეთვე კვლევარებმა უნდა გააცნობიერონ უკაცრავად ალტერნატიული ახსნის არსებობის ფაქტიც, ისეთი როგორიცაა მოლოდინის ეფექტი გითხარით უკვე და პლაცებოს ეფექტი თქვენთვის უკვე ნაცნობი. მყარი ძალიან ზუსტი დასკვნების მისაღებად ისინი ისეთ პროცედურებს იყენებენ, როგორიცაა გარკვეული კონტროლები და პლაცებო კონტროლი. ცდისპირთა შორის სქემის დროს ჯგუფში ცდისპირთა შემთხვევით განაწილება, ასევე კონტროლის მნიშვნელოვანი იარაღია და საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებს შორის მსგავსების, ესე ვთქვათ, გარკვეულ გარანტიას იძლევა. ცდისპირთა შიგნით უკვე სქემა მოიცავს იმას, სადაც მონაწილეები საკუთარი თავის კონტროლად გამოდგებიან ხოლმე, თვითკონტროლი მიმდინარეობს. კიდევ კვლევარები კორელაციის მეთოდს იყენებენ, რათა განსაზღვრონ, რა ზომით არიან, ვთქვათ, ერთმანეთთან დაკავშირებული ცვლადები. კორელაციის მნიშვნელოვანი შეზღუდვა ის გახლავთ, რომ ის არ გულისხმობს მიზეშედეგობრიობას. ექსპერიმენტული მეთოდი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ რეალური სამყაროს ზემოქმედების შესწავლისათვის, როგორიც არის მაგალითად ქვესღურბლოვანი ეფექტი, რომელზეც ჩვენ აუცილებლად სემინარის დროს ვისაუბრებთ. ფსიქოლოგიური გაზომვა, რადგან ფსიქოლოგიური პროცესები მრავალფეროვანი და რთულია, მათი გაზომვა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი ქცევა ძალიან ადვილად დაკავშირებადია, ხოლო სხვები, მაგალითად, შფოთვა ადამიანისა, ოცნებების სიზმარი, ეს უკვე არა. ამდენად მკვლევარის ერთ-ერთი ამოცანაა უხილავი გახადოს ხილული, შინაგანი მოვლენები და პროცესები გახადოს გარეგანი, ხოლო პირადი გამოცდილება ცდისპირისა უკვე საზოგადო. ჩვენ უკვე ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საკვლევი ფენომენის ოპერაციული განსაზღვრება. ეს განსაზღვრებები იმ პროცედურას გვაძლევს, რომლითაც უბრალოდ ხდება სხვადასხვა დონის, ზომის, ინტენსიურობის ან რაოდენობის თუგნებად ცვლადისათვის რაოდენობრივი მნიშვნელობის მიკუთვნება. არსებობს გაზომვის სხვადასხვა მეთოდი, ყოველ მათგანს თავისი უპირატესობანი და ნაკლე გააჩნიათ, როგორც უკვე გითხარით. ფსიქოლოგიური გაზომვის განხილვას გაზომვის სიზუსტის ორ ინდიკატორს შორის განსხვავებას განხილვით ვიწყებთ, ჩემ შემდგომ საუბარს ვიწყებთ ამით, ესენია სანდოობა და ვალიდობა. შემდეგ უკვე განვიხილავთ მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ტექნიკას, როგორც არ უნდა აგროვებდეს ექსპერიმენტატორი მონაცემებს, ჰიპოთეზის შესამოწმებლად იგი სათანადო სტატისტიკურ მონაცემებს მაინც აუცილებლად უნდა იყენებდეს. ეხლა შეპირებული სანდოობა და ვალიდობა. ფსიქოლოგიური გაზომვის მიზანია სანდო და ვალიდური დასკვნების მიღება. სანდოობა ნიშნავს ფსიქოლოგიური ტესტირების ან ექსპერიმენტული კვლევის შედეგად მიღებული ქცევის მონაცემების შესაბამისობას და სარწმუნოებას. სანდოს შედეგი
აუცილებლად სხვა დროს მსგავს პირობებში შემოწმებისას უნდა გამეორდეს. იგივე შედეგი უნდა მივიღოთ, თუ მას გავიმეორებთ სხვა დროს. თუ საზომი ინსტრუმენტი სანდოა მისი გამეორებით გამოყენებისას მსგავსი ქულები უნდა მივიღოთ, მაგალითად თუ ქულებით ვაჯამებთ ჩვენს კვლევას. ვთქვათ, მაგალითად, თუ ექსპერიმენტატორი ატარებს კვლევას დაახლოებით ვთქვათ 400 კაცზე, ცდის პირზე, ექსპერიმენტატორის დასკვნა, რომ შედეგი სანდოა, ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით იგივე ზომის ჯგუფზე ექსპერიმენტის გამეორების შემდეგ მსგავსი შედეგი უნდა მიიღოს მან. რაც შეეხება ვალიდობას. ვალიდობა ნიშნავს, რომ კვლევა ან ტესტირება იმ ფსიქოლოგიურ ცვლადს ან თვისებას ზომავს, რომლის გაზომვასაც აპირებდა და ჰიპოთეტურად გადაწყვეტილი ჰქონდა კვლევარს. ვალიდური ექსპერიმენტი ნიშნავს, რომ კვლევარს განზოგადების გაკეთება უნდა შეეძლოს, ანუ შედეგების გავრცობა ლაბორატორიიდან უკვე რეალურ სამყაროზე უნდა ხდებოდეს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამეც არის შესაძლებელი, რომ ექსპერიმენტი და ტესტი იყოს სანდო, მაგრამ არა ვალიდური. მაგალითად, თუ თქვენი სწავლის მაჩვენებლად თქვენი თმის ფერს გამოვიყენებთ, ეს საზომი შეიძლება იყოს სანდო, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს მივიღებთ, მაგრამ არა ვალიდური. ჩვენ სემინარზე შევეცდებით სანდოობისა და ვალიდობის თვალსაზრისით შევაფასოთ ის საზომები, რომლებიც ჩვენი ლექციების დროს განვიხილეთ. კიდევ ერთი მეთოდი, რომელზეც მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, ეს გახლავთ ეწოდებული თვითანგარიში. კვლევარებს ხშირად აინტერესებთ იმგვარი მოცდილების კვლევა, რომელსაც უშუალოდ ვერ დააკვირდები. ესენია მაგალითად, შინაგანი ფსიქოლოგიური, ვთქვათ, მდგომარეობები, გრძნობები, დამოკიდებულებები, ამას ფსიქოლოგები ატიტუდებს ეძახიან, შეხედულებები. შესაძლოა ეს გამოცდილება გარეგანი ქცევაც იყოს, მაგრამ ფსიქოლოგი მაინც ვერ დააკვირდება მას, მაგალითად ვერ დააკვირდება კრიმინალურ ქცევას ადამიანისას. ასეთ შემთხვევაში კვლევები თვით ანგარიშზე ყრდნობა. ეს არის მკვლევარის მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული წერილობითი ან ზეპირი ვერბალური პასუხები. არსებობს ამგვარი შეფასების რაოდენობრივი სახით გადმოცემის სანდო ხერხიც. ასე რომ ფსიქოლოგებს შეუძლიათ სხვადასხვა ადამიანის პასუხები უკვე შეადარონ ერთი მეორეს. ესე იგი, თვითანგარიში ინტერვიუს დროს ან კითხვარზე მიღებულ პასუხებს გულისხმობს. კითხვარი ან ანკეტა კითხვების წერილობითი გარკვეული კრებულია და აი ამ კითხვების შინაარსი შეიძლება იყოს ფაქტობრივი, ანუ როდესაც პირდაპირ ეკითხები ადამიანს რაიმე მისი მდგომარეობის შესახებ, თქვენ გეკითხებიან, თქვენ სტუდენტი ხართ. ასევე შეიძლება იყოს წარსული ან აწყო ქცევის შესახებ, თქვათ ასეთი შეკითხვა, რამდენ სიგარეტს ეწევით დღეში? დამოკიდებულებებისა და გრძნობების შესახებ, მაგალითად, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოთი? ეს ღია კითხვები საშუალებას აძლევს რესპონდენტს თავისუფლად საკუთარი სიტყვებით გასცეს პასუხი კონკრეტულ დასმულ შეკითხვას. მაგრამ არსებობს ასევე აგრეთვე დახურული კითხვები, სადაც პასუხის ვარიანტები უკვე თითქოს გამზადებული სახით არის მოცემული და ადამიანმა ცდის პირმა, ესე ვთქვათ, უნდა აირჩიოს არსებული გამზადებული პასუხიდან რომელიმე. შეიძლება იყოს ასეთი ვარიანტი, მაგალითად, დიახ, არა ან არ ვიცი. ინტერვიუ გახლავთ არის მკვლევარსა და ინდივიდს შორის დიალოგი და მას თავისი მიზანი აქვს, ეს არის დეტალური ინფორმაციის მიღება. მთლიანად სტანდარტიზირებული კითხვარისაგან განსხვავებით, ინტერვიუ შეიძლება იყოს ინტერაქტიული, ეგრეთ წოდებული.
ინტერვიუერმა ადამიანმა, რომელიც ინტერვიუს ატარებს, შეიძლება შეცვალოს კითხვები იმის და მიხედვით, თუ რას პასუხობს მას რესპონდენტი. კარგი ინტერვიუერები ადამიანები ისევე მეორე, რომლებიც ატარებენ ინტერვიუს, სოციალური ინტერაქციის პროცესაც ითვალისწინებენ და ამყარებენ ეგრეთ წოდებულ, ესე ქვია, რაპორტს, ანუ დადებით სოციალურ ურთიერთობას რესპონდენტთან, რომელიც დობას და პირადი ინფორმაციის გაზიარების სურვილს იწვევს ხოლმე იმ ადამიანში, რომლისგანაც ვიღებთ ინტერვიუს. მკვლევარები საკუთარი თვითანგარიშის სხვადასხვაგვარ საზომს იყენებენ. მათ უმეტესობას ვერ გამოვიყენებთ პატარა ბავშვებთან, თქვათ, ან ვერ გამოვიყენებთ ადამიანებთან, რომლებთაც წერა-კითხვა დასრულები არიან, მაგრამ წერა-კითხვა არ იციან, ან სხვა ენაზე საუბრობენ, არა იმ ენაზე, რა ენაზე შედგენილია ეს კითხვარი. ასევე ვერ განვახორციელებთ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებთან და ცხოველებთან, რა თქმა უნდა. ხოლო იქ, სადაც მათი გამოყენება შესაძლებელია, შესაძლოა გაჩნდეს სანდოობისა და ვალიდობის პრობლემა. მონაწილეებმა შეიძლება ვერ გაიგონ კითხვები, ან ზუსტად ვერ გაიხსენონ თავიანთი წარსული გამოცდილება. უფრო მეტიც, საკუთარი თავის შეფასებაზე შესაძლოა იმოქმედოს სოციალური ეგრეთ წოდებული სასურველობის ეფექტმა, ანუ გამოჩნდეს უფრო სასურველი, ესე ვთქვათ, სხვა ადამიანის თვალში. როდესაც ადამიანი არასწორ პასუხს იძლევა, რათა საკუთარ თავზე სასურველი, ხანდახან შეიძლება არასასურველიც მოზარდებთან განსაკუთრებით შთაბეჭდილება შექმნას, მან შეიძლება მოერიდოს ნამდვილი გრძნობების გამოხატვისა. თუ რესპონდენტებმა იციან ინტერვიუს ან კითხვარის მიზანი, მათ შეიძლება ასევე იცრუონ, რათა მიიღონ, ვთქვათ, სამუშაო, გამოვიდნენ რაღაც საჭირო აღსრულების სისტემაში თუ იმყოფებიან, ან რაიმე სხვა მიზანს მიაღწიონ. ამიტომ სასურველია, როგორც ექსპერიმენტის დროს თქვი, ძალიან ხშირად მათ მაინც ზუსტად არ იცოდნენ რისი გაგება გვინდა მათგან. ინტერვიუს სიტუაცია ასევე იმის საშუალებას იძლევა, რომ ტენდენციურობამ და მიკერძოებულობამ გავლენა მოახდინოს ინტერვიუერის მიერ დასმულ კითხვებზე და რესპონდენტის მიერ ასევე გაცემულ პასუხებზე.